მასზე მამინაცვალი ძალადობდა და სცემდა ეს დედამაც იცოდა, თუმცა რეაქცია არ ჰქონდა. გარდაბანში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მისი ახლობელი ყვება, რომ მარიამ გახოკიძე მამინაცვლისგან თავის დასაღწევად დაოჯახდა, თუმცა ქმრის მხრიდანაც ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. კაცს რამდენიმე შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი. გაშორების შემდეგ ყოფილი ქმარი შერიგებას ცდილობდა, გუშინდელი ჩხუბიც ამ მიზეზით დაიწყო. მან ახალგაზრდა ქალს 17 ჭრილობა მიაყენა და პოლიციას ჩაბარდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ გაერთიანების გადაწყვეტილებას მხარი ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომაც არ დაუჭირა. არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, ვთხოვთ მთავრობას, შეაჩეროს პროცესი, ვიდრე არ შედგება განხილვა და არ იქნება უნივერსიტეტის თანხმობა. წერია განცხადებაში. მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტებს აუქმებს. ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები ეჭქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივისცემით ეკიდება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებულია შეაჩეროს მათი ფუნქციონირება. წერია რუსეთის საელჩოს განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 9 თებერვალს სომხეთში ჩავა, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება. სომხური მედიის ინფორმაციით ჯეიდი ვენსი ერთდღიანი ვიზიტით ფაშინიანს შეხვდება. დღის წესრიგი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.